მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და რადგან ორშაბათი დღეა, მე გავაკეთებ თქვენთვის კვირის პროგნოზს. მოდი ვნახოთ, როგორი ერთი კვირა გველოდება მაისის თვეში. მომავალი ერთი კვირა, როგორი იქნება ჩვენთვის. ნახოთ პირველ რიგში კვირის ენერგია. ნახოთ პირადი ურთიერთობები, ნახოთ ფინანსები, ჯანმრთელობა და გაფრთხილება თქვენთვის. მაშასე. კვირის ენერგია. თქვენ მოგინდებათ ჩაუღრმავდეთ საკუთარ მეს, მოგინდებათ რაღაც შეიმეცნოთ, მარტო ყოფნა მოგინდებათ. ძალიან ბევრი რაღაცის გაანალიზება მოგიწევთ აი ამ კვირაში და მინდა გითხრათ, რომ შედეგსაც გახვალთ აი ამ თქვენი ჩაღრმავების გაანალიზების შედეგად. ზოგიერთი თქვენგანი ძალიან კარგ საქმეს წამოიწყებს და ეს საქმე შეიძლება უფრო მიეკუთვნებოდეს სწავლას, განვითარებას, ფსიქოემოციური ფონის დარეგულირებას. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რომ გჭირდებათ აი ამ ყველაფრისთვის მარტო ყოფნა, რათა თქვენ აღიდგინოთ ძალები, დაუკვირდეთ სიტუაციას, გაანალიზოთ და შემდეგ იმოქმედოთ. ნახოთ, რა იქნება პირადში. პირად ურთიერთობაში საკმაოდ კარმული კვირა იქნება და მინდა გითხრათ, რომ თლად თქვენ არ წყვეტავთ აქ ამ ყველაფერს და მაღალი ძალები ერთვებიან. თუ ვინმეს განქორწინება ან ქორწინება გსურდათ, ეს მოხდება, რაღაც გადაწყდება, მაგრამ აქ თქვენ აუცილებელია ბალანსი შეინარჩუნოთ. იყავით სამართლიანები პირად ურთიერთობაში. მოგიწევთ ძალიან კარმული თემის გავლა, გაშლა. შეიძლება უმეტესი თქვენგანი პირად ურთიერთობაში გადაწყვეტავს ურთიერთობიდან წასვლას და სწორედ ეს იყოს მთავარი თემა ამ კვირის. მოდი ვნახოთ ახლა ფინანსები. ფინანსებში მიუხედავად იმის, რომ ძალიან ბევრი ბარიერი შეგექმნებათ, შეიძლება გასავალიც მეტი იყოს და მოგიწიოთ ფინანსური კეთილდღეობისთვის ბრძოლა, თქვენ ამას ნამდვილად შეძლებთ. თქვენ გაართმევთ აი ამ ყველაფერს თავს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს გზა მარტივი იქნება, მაგრამ თქვენ აუცილებლად შეძლებთ მოიპოვოთ ის, რაც თქვენ გსურთ ფინანსური კუთხით. პატარა წინააღმდეგობებს თქვენ მარტივად დაძლევთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, რაღაც დასრულდება ჯანმრთელობის კუთხით, რაც ნეგატიური იყო, აი იმ ყველაფერს წერტილი დაესმევა, დასრულდება და აუცილებლად იგრძნობთ თქვენ პროგრესს. წინა პერიოდში შეიძლება იყო გაუარესებული ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ინტერნეტით აღმოაჩინეთ ადამიანი, ექიმი, ან ვინმე რაღაც გირჩიათ და აუცილებლად ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება გექნებათ აი ამ კვირაში. თუ ვინმე პატარას ელოდებით, იცოდეთ, რომ ეს კვირა თქვენია და მოემზადეთ დედობისთვის, ვინც ელოდებოდით პატარას. და გაფრთხილება.
7-ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. ყველაფერს მიყევით თანმიმდევრულად, გაანალიზეთ. აქ ნაკლები დახარჯეთ ფინანსები და დაზოგეთ დროც და ფინანსებით. არ გადაეშვათ კრიზისში იმის გამო, რომ გინდათ თქვათ 101 ფეხსაცმელი ან ჩანთა შეიცინოთ. დაზოგეთ, აი ამ კვირაში დაზოგეთ ენერგიები, დაზოგეთ ფინანსები და ამავე დროს ეცადეთ გათიშოთ ემოციები და უფრო პოზიტიურად იფიქროთ ამა თუ იმ მოვლენაზე და გააზრებულად. გონებით და არა გულით. მე თქვენ ბედნიერ კვირას გისურვებთ და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დროებით.